მყოსა და მომავალში პოპულარული კერძების საინტერესო ისტორიები, საჭირო ინგრედიენტების შერჩევის ხელოვნება და ხარისხიანი პროდუქტების ამოცნობის წესები, მარტივი რეცეპტები და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ინფორმაცია ორგანიზმზე საკვების ზემოქმედების შესახებ. რადიო იმედის ეთერშია მარიამ დინარაძის გემრიელი რეკომენდაციები. მოგესალმებით FM 105.9-ზე რადიო იმედის მსმენელებს, ასევე მაყურებლებს, რომლებიც ახლა თვალყურს გვადევნებენ რადიო იმედის Facebook გვერდის საშუალებით, ასევე პორტალებზე MyVideo-ში, იმედი-წერტილიჯი და მაგთის IPTV 53 არხზე. მარხვა იქნება დღევანდელი ჩემი გადაცემის თემა, გამომდინარე იქიდან, რომ სულ რამდენიმე დღეში იწყება ყველაზე დიდი მარხვა ალბათ და ყველაზე რთული წლის განმავლობაში, რაც კი არის და გამომდინარე იქიდან, რომ გარკვეულწილად მარხვა ითვალისწინებს და დაკავშირებულია კონკრეტული რაციონის ცვლილებასთან და კონკრეტული პროდუქტების შეზღუდვასთან, ამიტომ ვფიქრობ, რომ დღევანდელი თემა საინტერესო იქნება. რა მარხვის არსი და რა ზემოქმედება აქვს მარხვას ადამიანის სულიერებაზე და საინტერესოა სამედიცინო თვალსაზრისითაც და ამ ნაწილში მე მოკლედ ვისაუბრებ, მაგრამ რა თქმა უნდა სულიერ ნაწილზე ჩვენი სტუმარი დეკანოზი საბა ჭიკაიძე, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მიუხედავად ძალიან დატვირთული გრაფიკისა და კეთილი საქმეებისა, მაინც გამონახეთ დრო ჩემთან სტუმრობისთვის. გამომდინარე ჩემი გადაცემის სახელწოდებიდან გემრიელი რეკომენდაციები ასე ქვია გადაცემას პირველი ჩემი შეკითხვაც შესაბამისი იქნება მარხვა შეიძლება იყოს გემრიელი ანუ კონკრეტული პროდუქტების შეზღუდვას გულისხმობს მარხვა თუ გემოზეც უარის თქმას გარკვეულწილად კარგი შეკითხვა იცით როგორი სამეა ის ერთ მარხვის არსი რა არის და ეს ვთქვათ და ამითი მაგის პასუხიც იქნება უკვე ნათქვამი რა რომ მარხვის არსი არის ისწავლოს ადამიანმა სიამოვნებაზე უარის თქმა. შესაბამისად რატომ არის რომ მაგალითად მარხვაში რაღაცა კონკრეტული რაციონი იზღუდება. ეს კონკრეტული რაციონი არის ცხოველური საკვები, ხო? ეს იქნება ხორცი, რძის პროდუქტი და ეს საკონდიტრო ნაწარმი, რომელიც მე ამ რძის პროდუქტისაგან მზადდება, იმიტომ რომ საერთოდ ითვლება რომ ეს არის გემრიელი. ხო ასე? კი, გეთანხმებით. კი, რა თქმა უნდა, ახლა არიან რაღაცა ვეგეტარიანელები ნაწილი ადამიანებისა, რომლებიც ესე არ თვლიან და იმათ მიაჩნიათ, რომ პირიქით სცენარეული საკვები უფრო გემრიელია და კარგია, მაგრამ უმრავლესობა ადამიანებისა თვლის და ესე ითვლება საერთოდ, რომ ცხოველური საკვები გაცილებით უფრო გემრიელია გემოვნებითი თვალსაზრისით, ვიდრე ვთქვათ სცენარეული და ბოსნეული და ასე შემდეგ, ხო? აქედან გამომდინარე ეკლესიამ დააწესა შეზღუდვა სწორედ იმაზე, რაც გემრიელია. და რატომ? იმიტომ რომ მიზანი კიდევ ერთხელ ვიტყვი არის ის, რომ ადამიანმა ისწავლოს თავის შეკავება სიამოვნებისაგან. იმიტომ რომ ეშმაკი ძალიან მაცდურია, მან ძალიან კარგად იცის, რომ ადამიანი მიდრეკილია სიამოვნებისკენ, იმიტომ რომ ყველა ადამიანმა შინაგანად იცის, რომ ბედნიერებისთვის და სიხარულისთვის და სიამოვნებისთვის არის შექმნილი. და ამ შემდეგ რაც დაეცა და დამახინჯდა ეს მისი, ანუ არასწორი მიმართულებით, არასწორ ადგილზე ეძებს უკვე ამ ბედნიერებას, რა. რა თქმა უნდა, ბოროტიც არ არის გულხელდაკრეფილი და ისე ჩასაფრებულია და სთავაზობს და ყოველთვის სიამოვნებაში უფუთავს თავის მომაკვდინებელ შხამს. ამიტომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა ისწავლოს უარის თქმა საკუთარ თავისთვის რაღაც კონკრეტულ სიამოვნებებზე და იმდენად რამდენადაც ჭამა ერთ-ერთი ძალიან ისეთი მძაფრი სიამოვნება არის, ამიტომ ეკლესიამ დაადგინა, რომ ამ კუთხითაც ადამიანმა ისწავლოს გემრიელ საჭმელზე უარის თქმა, იმიტომ რომ თავშეკავების მექანიზმი მე აბსოლუტურად იდენტურია, როგორც შენ საჭმლისაგან შეეკავებ დღეს თავს, თქვათ რაღაცა გემრიელი საჭმელისაგან, რომელიც ძალიან გიყვარს, ხო? ანალოგიურად შეძლებ უკვე რომ ხვალე შეიკავო თავ ისეთ სულიერ ნებებისაგან, როგორიც არის თქვათ სიძვა, ანგარება, განკითხვა, პარტავნება, მრისხანება, იმიტომ რომ შენ თუ იქ ვერ შეძელი და იქ რაღაცა ხინკალი ვერ მოიკელი და ქაბაბი ვერ მოიკელი, ბევრად უფრო მეტად გაგიჭირდება სულიერ ასპექტში. დავუშვათ მოვიკელეთ ხინკალი და ქაბაბი, მაგრამ ვზრუნავთ იმაზე, რომ ის სამარხო კერძები, რომელსაც მე ვიტყვი, ხომ ის იყოს ძალიან გემრიელი და ამას ვიხარჯებით და ვცდილობთ, რომ ზედმეტი არ უნდა მოგვივიდეს. არავინ არ გვიშლის, არც უფალი გვიშლის და არც ეკლესია, რომ ის სამარხო კერძი გემრიელი იყოს და ზოგადად საერთოდ კაცო, რატომაც არა გემრიელად უნდა გავაკეთოთ, ხო?
მაგრამ არ უნდა გქონდეს ამაზე მთავარი აქცენტი. იმიტომ რომ თუ მთავარი აქცენტი მაღაზი გვაქვს და ეხლა ის სამარხო ნამსხური და სამარხო ტორტი და სამარხო ყველი და რაღაცა 21 საუკუნე ამის საშუალებას იძლევა კი ბატონო და ჩვენთვის გაცილებით უფრო მარტივია მარხვა მაგალითად ვიდრე 2-3 საუკუნის წინ და კიდევ უფრო ადრე, იმიტომ რომ ბევრი სამარხო პროდუქტი, რომელიც დღეს ჩვეულებრივია, თუნდაც სიმინდი, ლობიო, პომიდორი და ამ შემდეგ საერთოდ არ არსებობდა 3 საუკუნის წინ და სულ მაქვს კითხვა, როგორ მარხულობდნენ ძველად? აი საინტერესო, რას მიირთმევდნენ? ფაქტიურად მშივრები იყვნენ თუ თხილეული არსებობდა, როგორც ვიცი ხარ? იყო რაღაცეები იყო. ხალეული და ასე შემდეგ. სცენარეულს ძირითადად რა და მარხვასთან დაკავშირებით მითებიც არსებობს პროდუქტებთან დაკავშირებით მე ყოველთვის მიყვარს ხოლმე კონკრეტული მაგალითების მოყვანა და მყავდა მეზობელი რომელიც არ იყო ეკლესიური ქალბატონი გარდაიცვალა სამწუხაროდ შემდეგ არანაირ წესებს არ იცავდა მაგრამ ხარებას და ბზობას და ყოველთვის ბზობა ყოველთვის მარხვაში უწევს და მე მგონი ხარებაც ძირითადად ასეა ანუ აი ამ დიდ მარხვაში აღდგომამდე როგორც წესი მაგრამ ორივე შემთხვევაში თევზის იჭმება რა ორივე შემთხვევაში აი ამ ორი დღისთვის განსაკუთრებით ემზადებოდა რომ თევზი აუცილებელია ბევრი გვისმენს ალბათ ახლა ვინც ასე თვლის რომ აი ამ ორ დღეს ასწავლდა თევზით მომზადებული კერძი აუცილებელია და რამდენად არის ეს აუცილებლობა დიდი მარხვა მარიამ ჩემო ძვირფასო არის მძიმე მარხვა მძიმე მარხვა ეწოდება იმიტომ რომ არ იჭმევა თევზი ეხლა ზოგი არასწორად ფიქრობს რომ იქ რაღაცა უზეთო უნდა ჭამოს და უცეცხლო და ასე შემდეგ არ არის ეს არის ასკეტური სიფტყე სადაც თქვა იქ ბერები რომელთაც რაღაცა განსაკუთრებული ღვაწლი აქვს დაღებული არ იღებენ უზეთოებს და რაღაცებს თორე ჩვენ შემთხვევაში ერის შემთხვევაში მძიმე მარხვა ითვლება როდესაც არ იჭმევა თევზი იმიტომ რომ თევზი ზოგადად სამარხო პროდუქტია და ეხლა ზუსტად ამითი ამძიმებს ეკლესია რომ თევზსაც ასე ვთქვათ კრძალავს ხარებას და ბზობას რაც შეეხება ეს ორი იმდენად დიდი დღესასწაულია საუფლო დღესასწაულები გახლდათ ერთის და მეორეც რომ დღესასწაულის გამო და იმ სიხარულის გამო რომელიც ამ დღესასწაულს ახლავს თან ეკლესია გვაძლევს საშუალებას რომ მივირთვათ თევზი. ანუ გვაძლევს ნუგეშს. ანუ ეს ის კი არ არის რომ ახლა თევზი თუ აჭამე ხო ცოდავ რაღაცას და დააშავებ. არა, უბრალოდ შესაძლებელია რომ თევზით ინუგეშ. ანუ ის ადამიანები რომლებიც მარხვას არ ინახავენ, მათ ისინი ისეც მიირთმევენ სხვა დღეებში, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის ჯილდოსავი მათთვის, ვინც მარხულობს და აბსოლუტურად ამისთვის არის ეს შეფასება. კიდევ ერთი არ ვიცი მითია თუ არა, მაგრამ ყველაზე მეტი მიცვალებულის დღეები თორცდები უწევს აი ამ პერიოდში და მაშინ აკეთებენ ხოლმე საკურთხს. საკურთხთან დაკავშირებითაც საინტერესოა კერძები, აი აუცილებელია რომ იყოს კორკოტი, ამბობენ ხოლმე და ბევრი პანაშვიდსაც არ იხდის, უბრალოდ სახლის პირობებში ამზადებენ კერძებს და თითქოს ეს რაღაცა მიცვალებულს მიუვა თუ რაღაცა ესეთი წარმოდგენა არსებობს და რომ განუმარტოთ მსმენელს არის თუ არა კონკრეტული აუცილებელი კერძები, რომელიც ამ დროს პანაშვიდისთვის არის აუცილებელი და როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დღეებში. არანაირი კონკრეტული აუცილებელი კერძი არ არსებობს. იახ. მათ შორისაც კორკოტი, ეს უბრალოდ რაღაც ტრადიციად ჩამოყალიბდა ეს მეტი არაფერი. უბრალოდ, როდესაც მარხვა არის ის ტრაპეზი, რომელსაც ამზადებთ თუ საკურთხი, როგორც ესე უწოდებთ ჩვენ ეკლესიაში, უნდა იყოს სამარხო. და თუ არ არის მარხვა, ესე შემთხვევაში შეგვიძლია რომ იყოს სახსნილო. ეს არის და ეს თორე არანაირი შეზღუდვა და არანაირი რაღაცა კონკრეტული აუცილებელი კერძი არ არსებობს. კორკოტი უნდა მომზადეს ეს. ზოგმა იცის, ვაი, ესეთი აუცილებლად უნდა იყოს მარილი. არავითარი. ეგრე გოჭი შეწოდა მოვიტანო, როცა მარხვა არ არის. როცა მარხვა არ არის, მაგრამ აუცილებელია რომ ეს ტაძარში მივიტანოთ და პანაშვიდის გადახდა მოხდეს და არა უბრალოდ სადილი მომზადდეს. მაგრამ ეს არის ჩვენ მიერ გაღებული მოწყალება. დიახ. იმიტომ რომ ჩვენ ზოგადად მიცვალებულებს ვეხმარებით ორი სახით, ეს არის მოწყალება და ლოცვა. იმიტომ რომ გარდაცვლილ ადამიანს უკვე საკუთარი თავისთვის აღარც კარგის, აღარც ცუდის გაკეთება აღარ შეუძლია. ანუ სულის ხელთან გაყრის შემდეგ წყდება უკვე შესაძლებლობა და შესაბამისად ერთადერთი დახმარება შეგვიძლია ჩვენ ცოცხლად დარჩენილ გულშემატკივრებს. ჯერ კიდევ ხოდშემყოფებს. იმიტომ რომ ჩვენ ჯერ კიდევ დროში და სივრცეში ვართ და შეგვიძლია რაღაცების შეცვლა. ეს ძალიან დიდი კომფორტია და ძალიან დიდი ბედნიერებაა, რომ ჩვენ
დროში და სივრცეში ვცხოვრობთ, რომ ჩვენ შეგვიძლია რომ შევცვალოთ და რაღაცეები ჩვენი არჩევანი სწორი მიმართულებით წავიყვანოთ, ასე ვთქვათ რა. და აქედან გამომდინარე, ის ადამიანი, ვის გარდაიცვალა, უკვე მარადისობაში წარსდგა, იქ აღარ არის უკვე დრო, აღარ არის იქ ცვლილებების საშუალება და ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ რა ნიშნით გადავალთ იმ მარადისობაში რა რო ადამიანი როგორი არჩევანითაც წარსდგება, იმ არჩევანით გააგრძელოს მარადილ მყოფობას. მაგრამ ხო შეიძლება რომ ვთქვათ ადამიანმა აი ინანა ბოლო მომენტში მიხვდა რაღაცა, თუნდაც იქ უკვე გაიაზრა რომ რაღაცა არასწორი გაუკეთებია, განიცდის, მაგრამ ვერ ცვლის ვერაფერს, ხო? აი ესეთ შემთხვევაში ვეხმარებით ჩვენ. და ნახე როგორ ვეხმარებით მოწყალებით, ანუ სიკეთით, მათ სახელზე აღსრულებულის და მათ სახელზე აღსრულებულ სიკეთეს ღმერთი გვითვლის როგორც მას უთვლის იმიცვალებულს როგორც მის აღსრულებულს. და ლოცვით. ანუ ეს ორივე სიყვარულის გამოვლინებაა, ხო? ანუ ეხა რა შემთხვევაში იქცევა ესე თუ კი ის ადამიანი გიყვარდა და გიყვარს, ხო? გარდაცვლილი ადამიანი. ესეთ შემთხვევაში ლოცულობ მისთვის და ესეთ შემთხვევაში აკეთებს სიკეთეს მის სახელზე, რომ ღმერთს თხოვ, რომ ღმერთო აი ამ ადამიანს შეუწირე სიკეთე, რომელსაც ხა მე ვაკეთებ. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ადამიანი ფასდება უფლის წინაშე იმ სიყვარულით, რომელიც მან ამ ქვეყანაზე დატოვა ადამიანთა გულებში. იმიტომ რომ ჩვენი მთავარი საკეთებელი და საქმე სწორედ ეს არის. ამით გამოიხატება ჩვენი ნამდვილი ქრისტიანობა. ჩვენზე თუ ადამიანებს გული დაწყდათ, თუ კი ილოცეს, თუ კი ჩვენი სული გარდაცვალების შემდეგ ღმერთს შეავედრეს, გულწრფელი ცრემლი დაღვარეს, ხო? ესე იგი სწორად გვიცხოვრია. ესე იგი ჩვენ სიყვარულისთვის გვიცხოვრია და ჩვენ სიყვარული დაგვიტოვებია იმ ადამიანთა გულებში. ანუ ის სიყვარული აგრძელებს თავის სიცოცხლეს ჩვენი გარდაცვალების შემდეგაც და აი ეს შეიწირება ღვთის წინაშე და შესაბამისად აი ის საკურთხი, რომელიც ახლა თქვენ ახსენეთ, ხო? ზუსტად ეს არის მოწყალების სახე, მოწყალების ფორმა. შეიძლება მაგალითად არ მოიტანო თქვა საჭმელი და მოიტანო თქვა რაღაც ტანსაცმელი გაჭირებული ადამიანებისთვის შეიძლება თანხა შეწირო მის სახელზე, ანუ ერთის, მეორეც, მესამეც ეს არის მოწყალების ფორმა და გამოხატულება, რომ შენი გარდაცვლილი ადამიანის სახელზე ვიღაცას ეხმარები. ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, იმიტომ რომ ბევრი ითვალისწინებს ხოლმე გარკვეულ წესებს, უნდა რომ გაითვალისწინოს, მაგრამ ეს წესები არის ხოლმე როგორც წესი დამახინჯებულად მისული ადამიანებამდე და შეიძლება ბევრი ცდილობს რაღაც გააკეთოს, მაგრამ არასწორად და ვფიქრობ მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ვისთვისაც არ შეიძლება მარხვა, ან არ შეიძლება შეზღუდვა უფრო სწორად, ასე უფრო სწორი ალბათ ვიკითხო კონკრეტული პროდუქტების ამ შემთხვევაში რა ხდება და ბარემ აქვე ვიკითხავ ყველიერთან დაკავშირებით. ყველიერი იწყება პირველი წინ უძღვის ხოლმე ყველიერი კვირა და რას ითვალისწინებს, რატომ არის მაგალითად ეს რითი არის განპირობებული, რომ ყველით, კვერცხით და თევზით არის კურთხეული პირველი კვირა და შემდეგ უკვე აღარ. კი, ის პირველი კვირა არ არის ჯერ მარხვის კვირა. დიახ. ანუ ის ჯერ კიდევ მოსამზადებელ კვირებში ითვლება. ნახე, 3 მოსამზადებელი კვირა უძღვის წინ დიდი მარხვის დაწყებას. პირველი კვირა ეს არის მეზვერისა და ფარისეულის კვირა. როდესაც ყოვლით ოთხსნელია ოთხშაბათი პარასკევის ჩათვლით. ხორცითაც მათ შორის. ხორცითაც ყველანაირად და მით უმეტეს ოთხშაბათს და პარასკევსაც. ამას მოუძდებს უკვე ხორციელის კვირა, ანუ ხორციელის ეწოდება აი სწორედ ამ კვირაში ვიმყოფებით ხო ჩვენ. ხორციელის ეწოდება იმიტომ რომ ეს არის ბოლო კვირა, როდესაც უკვე ხორცი იჭმევა და ხორცეულის მიღება შეგვიძლია ჩვენ. ოთხშაბათის და პარასკევის გარდა მგონი ხო? ოთხშაბათის და პარასკევის გარდა, ანუ ეს არის ჩვეულებრივი კვირა უკვე. და შემდეგ არის უკვე ყველიერის კვირა, როცა ხორცი იზღუდება, ხორცეული, მაგრამ ხორცის გარდა დანარჩენი და მათ შორის თევზიც ჩვეულებრივად შეიძლება ოთხშაბათი პარასკევის ჩათვლით. ანუ აი ესე ნელ-ნელა გვამზადებს ეკლესია, რომ აი არ გაუჭირდეს ადამიანს და ესე რაღაცა ნელ-ნელა აკლებს, რომ შემდეგ უკვე დაიწყოს უკვე მარხვა. და როგორც ხორციელად ამზადებს, ისე სულიერადაც ამზადებს, იმიტომ რომ ეს კვირებიც ისეა დაალაგებული, რომ სულიერად განეწყოს ადამიანი და შეემზადოს იმისთვის, თუ რას ეხება, რატომ უნდა დაიწყოს მარხვა, რა შინაარსი აქვს ამ მარხვას, რომ ეს არ არის მხოლოდ რაღაცა გარკვეული საკოოპერაციონის ცვლილება და ეს არის დაახლოებით მე-4 ხარისხოვანი მარხვაში. მარხვაში უმთავრესი არის უპირველეს ყოვლისა სულიერი თავშეკავება ნებებისაგან და როგორც თავიდანვე ვახსენე,
მიზანი მარხვისა, მარხვა არ არის თვით მიზანი, ისე როგორც არანაირი მოღვაწეობა ქრისტიანობაში. მიზანი მარხვისა გახლავთ ის, რომ ადამიანს ასწავლოს თავის უფლება, რომ თავისი თავის უფალი და ბატონ პატრონი გახდეს ადამიანი, რომ შეეძლოს რაღაცებზე უარის თქმა. როგორ ხდება კონკრეტული პროდუქტებზე კურთხევის მიცემა, მაგალითად აი ამ კონკრეტულ შემთხვევასაც მოგიყვებით, მეგობარი მყავს, რომელსაც წონის დეფიციტი აქვს, რომ ძალიან გამხდარია ზედმეტად და მარხულობს და ქმარი შეწუხდა, რომ ნერვიულობს ცოლის ჯანმრთელობას და თვითონ გადაწყვიტა, რომ მისულიყო მოძღვართან და ეთქვა, რომ რაღაც ჯანმრთელობის პრობლემები და იქნებთ ცოლს მისცეთ კიო მოვიდესო ჩემთანო და ბრძის პროდუქტზე მივცემ კურთხევას და როდესაც მივიდა ცოლი კითხა რომელი რძის პროდუქტები გიყვარს ყველაზე მეტად და ყველი მიყვარსო ძალიან და არაჟანიო რომელი არ გიყვარსო და ხაჭოს და მაწონს ვერ ვჭამ. აი ხაჭოზე და მაწონზე გაძლევ კურთხევასო თუ ჯანმრთელობის თვალსაზრისით გინდა რომ მიიღო კონკრეტული პროდუქტები და აი როგორ ხდება არჩევა, მაგალითად ხორცზე კურთხევა, ან ექიმთან შეთანხმებით თვითონ სულიერი შვილი ითხოვს რომ აი ამაზე კურთხევა მომეცი თუ აი როგორ ხდება ეს? ასე არის. ექიმთან შეთანხმებით სულიერი შვილი ითხოვს ამ შეღავებას. ანუ არის სხვადასხვა თქვათ რაღაცა ქრონიკული დაავადებები, რაღაცა ოსტეოპოროზები, ოსტეოქონდროზები, რაღაცა ფარისებურის უკმარისობა, კუჭნაწლავის რაღაცა პრობლემები და ასე შემდეგ. ბევრი რაღაცა შემთხვევა არის ხოლმე, როდესაც რეკომენდებულია სამედიცინო თვალსაზრისით რძის პროდუქტების მიღება. არის ხოლმე რაღაც შემთხვევები, მაგალითად ანემიის შემთხვევაში ხო, როდესაც ხორციც აუცილებელია. ესეთ შემთხვევაში ვაძლევთ ჩვენ კურთხევას, ოღონდ აბსოლუტურად სწორად მოქცეულა ის სულიერი მოძღვარი, იმიტომ რომ აი ნახეთ მე ესე ვეუბნები ხოლმე მაგალითად რა რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ იმარხულოს. დიახ. რაც არ უნდა ესეთი ფიზიკური მდგომარეობა ქონდეს. აი მაგალითად როდესაც აუცილებელია ხორცის მიღება, მე ვეუბნები, მივიღე ხორცი ოღონდ მიიღე იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაში ჩვენთვის არის აუცილებელი, მოხარშული. საქონლის ხორცი და ქათმის ხორცი თქვა, როგორც წესი, ამას უნიშნავია. და არაზედმეტად დამუშავებული და მწვადი, კაბაბი, ჩაქაფული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ის განსაკუთრებულად გემრიელია, ხო? გჭირდება მაგალითად რძის პროდუქტი. მიიღე ნებისმიერი რძის პროდუქტი. რომელიც შენთვის აუცილებელია და საჭიროა კი აი მართალია შეიძლება ზუსტად ესე ინდივიდუალურ შემთხვევებსაც გააჩნია შეიძლება სწორედ მაგ სასულიერო პირივით მეც რაღაც კონკრეტულზე მივცე ხოლმე კურთხევა ან თვითონვე არის ხოლმე რომ თვითონვე ითხოვე ხოლმე კონკრეტულ კურთხევას მაგრამ როგორც წესი ძირითადად ვაძლევ ხოლმე კურთხევას ყველანაირ რძის პროდუქტზე ვეუბნები რომ მოერიდეს საკონდიტრო ნაწარმს დამცხრევს ხაჭაპურებს ის რაც სასარგებლო ისეც არ არის დიახ ნაყინს, შოკოლადს და ასე შემდეგ. ამას შეჯამ. მაგრამ რძის პროდუქტი მიიღე თუ შენ ჯანმრთელობის აუცილებელი მშვენიერი მარხვა გამოგივა. კი, იმიტომ რომ შეზღუდვებთან მაინც არის დაკავშირებული. ხო, შეიძლება პირადი დაკვირვებით შემიძლია ვთქვა, იმ ადამიანებში, რა თქმა უნდა, ვინც ჯანმრთელია და ვისაც მარხვა შეუძლია, მარხვა არა მხოლოდ სულიერებაზე, არამედ ჯანმრთელობაზეც ზრუნავს, ანუ სამედიცინო თვალსაზრისით რომ შევხედოთ. პლაზმას უფთავდება. ჩემი ქმარი, როდესაც მიდის ხოლმე კვლევებზე, მარხვის შემდგომ ყოველთვის უფრო კარგი ანალიზები აქვს, გულისხმობა სისხლში ქოლესტერინის, გულის გამოკვლევებს, როდესაც იკეთებს, ვიდრე არა მარხვაში და ეს მაჩვენებლები საკმაოდ განსხვავდება. ერთხელ ექიმმაც უთხრა კიდეც, რომ კიდე კარგიო მარხვას რო ინახავ ხოლმეო, იმიტომ რომ გურბანია, უყვარს კარგად ჭამა, აი ის ხორცი და როგორც ქართველების უმრავლესობას დიახ და მარხვა განაპირობებს მოკლედ მის არა მხოლოდ სულიერ, არამედ ხორციელ ჯანმრთელობასაც. და ბოლო კითხვა მექნება, შეიძლება თუ არა კურთხევის გარეშე მარხვის დაწყება, ბევრი გვისმენს ახლა და შეიძლება გადაწყვიტა, რომ აი ორშაბათიდან დაიწყოს ყველიერი, შემდეგ ჩვეულებრივ მარხვა შეუდგეს და რა პროცესია ეს, რა აუცილებლობებია და მხოლოდ საკვების შეზღუდვა ჩაგვეთვლება თუ არა მარხვაში. კარგი შეკითხვაა, მაგას ბევრი სვას ხოლმე მაგ შეკითხვას. როდესაც ეკლესია აცხადებს მარხვას, თუ შენს თავს მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილად თვლი, შენთვისაც იწყება მარხვა. თუ შენ გულზე ჯვარი კიდია, მონათლული ხარ და თვლი რომ ეკლესიის წევრი ხარ შენც, შენთვისაც ხდება ეს მარხვა.
ეხლა სხვა საკითხი, ხე შენ ეს გინდა თუ არ გინდა, მაგრამ თუ შენ სურვილი გაქვს რომ იმარხულო, ამას განსაკუთრებული კურთხევა არ ჭირდება, იმიტომ რომ მარხვა დაიწყო, შენც უნდა გადახვიდე მარხვას. კურთხევა ჭირდება იმ შემთხვევაში, როცა შენ ან შეღავათი გინდა ითხოვა ირაზეც ხო საუბრობდით, ხო? დიახ. ან პირიქით გინდა რომ რაღაცა მეტი გულმოდგინება გაქვს და გინდა რომ რაღაცა გაიმკაცრო მარხვა. ესეთ შემთხვევაში აუცილებლად კურთხევა გჭირდება სულიერ მოძღვრისაგან, რომ იქ რაღაცა არ დაზიანდეს სულიერად. ან ხილში არ გადავარდე და ან რაღაცა ზედმეტი არ მოგივიდეს რაღაც საკითხში. რაც შეეხება იმას, საჭიროა თუ არა და აზრი აქვს თუ არა ესეთ მარხვას, რა თქმა უნდა, მაინც აქვს აზრი, თუმცა აზრი აქვს იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ეს მაინც შეგვეწირება უფლის წინაშე, რომ ერთი ხედავს, რომ ჩვენ ამას მთელი გული და სიყვარული ხო რაღაცას ჯახირობ და რაღაცას სწვალობ. თუმცა იმისთვის, რომ სრულფასოვანი გამოვიდეს მარხვა, რასაკვირველია, ამას სულიერი სარჩული უნდა ედოს უპირველეს ყოვლისა, რაზეც აი მთელი საუბარია საუბრობთ. რომ უნდა იცოდე, რომ მარხულობ და ხორციელ საკვებს, გემრიელ საკვებს იკლებ იმისთვის, რომ ისწავლო შენი სულის დამორჩილება და შენი უნებების მართვა. და შესაბამისად, ბუნებრივია ხა ამ შეკითხვასაც ბევრი სვავს ხოლმე რა, რომ აი თუ მარხულობ, მაგრამ არ ვეზიარები, აზრია აქვს. აზრია აქვს, მაგრამ აი ნახევრად გაკეთებული საქმეა რა, იმიტომ რომ შენ სულიერზე ნაკლებად ზრუნავ. და შენთვის მარხვა რაღაცა გარკვეული თვითმიზანი გამოდის, მაგრამ გარკვეულ სარგებელს მაინც გაძლევს, იმიტომ რომ თავშეკავებას მაინც სწავლობ. უდიდესი მადლობა. სტუმრობისთვის მე ჩვენს მსმენელს შევახსენებ, რომ დღევანდელი გემრიელი რეკომენდაციების სტუმარი იყო დეკანოზის საბა ჭიკაიძე. მე ერთი კვირით გემშვიდობებით მომავალ ოთხშაბათამდე.